რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ, ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. გადაცემას გაუძღვები მე, დავით ოყუჯავა, მუზეუმის ხელმძღვანელი. დღეს მუზეუმისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღე გვაქვს. დღეს გვინდა ვისაუბროთ ისევ აკაკი ჭანტურიაზე. საზოგადოებას შევახსენოთ, თუ ვინ იყო აკაკი ჭანტურია და რა საზოგადო საქმეები გააკეთა მან, როგორც ქალაქის, ასევე ქვეყნის საკეთილდღეოდ. რატომ გადავწყვიტეთ დღეს აკაკი ჭანტურიასთვის მიგვეძღვნა გადაცემა? პირველ რიგში იმიტომ, რომ 12 თებერვალი გახლავთ აკაკი ჭანტურიას დაბადების დღე. დიახ, სწორედ 12 თებერვალს დაიბადა უდიდესი მოღვაწე, დადიანების სასახლეთა მუზეუმის დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი აკაკი ჭანტურია. აკაკი ჭანტურია თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ერუდირებული, განათლებული, თავდადებული ერისკაცი გახლდათ, რომლის შესახებაც არც წიგნი დაწერილა, არც საიუბილეო საღამოები მოწყობილა მის საპატივცემლოდ და არც კრებულები გამოსულა. მეცაც გეტყვით, მისი სახელი ქართულ ენციკლოპედიაშიც კი არ არის მითითებული. არადა ეს კაცი მე-20 საუკუნის ქართული საზოგადოებისა და ინტელიგენციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო. უბრალოდ ძალიან თავმდაბალი გახლდათ. ძალიან თავმდაბალი. ზედმეტადაც კი ასეთივე ზედმეტობით უყვარდა საქმის კეთება, დასახული მიზნისთვის თავგანწირვა. ეს კაცი აკაკი ჭანტურია. სახელი და გვარი ალბათ არაფერს გეუბნებათ. სამაგიეროდ მისი საქმე განთქმულია. მან საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დააარსა მუზეუმი. ეს მუზეუმი ამჟამად ზუგდიდში დადიანების სასახლეშია განთავსებული. მის შესახებ პირველად ფუნდამენტური კვლევა ნაშრომი წიგნის სახით მხოლოდ 2007 წელს გამოიცა, რომლის ავტორი გახლდათ პროფესორი გიორგი კალანდია. მან შეძლო და მოიძია აკაკი ჭანტურიას შთამომავლები, მათ ოჯახში დაცული აკაკი ჭანტურიას ვრცელი არქივი. დაამუშავა ეს არქივი და ამ არქივის მეშვეობით ბევრი რამ გახდა ჩვენთვის ცნობილი აკაკი ჭანტურიას შესახებ. თუნდაც ის ფაქტი, რომ აკაკი ჭანტურია გახლდათ ერთ-ერთი პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. გარდა ამისა, აკაკი ჭანტურიას ექსპედიციების შესახებ ჩანაწერები და სხვა მრავალი დოკუმენტი, რომელიც დღემდე ეხმარება დადიანების სასახლეთა საგანძურს და მაშასა და ქართულ სახელმწიფოს მოიძიოს ის უნიკალური ექსპონატები, რომელიც ოდესღაც საქართველოს ეკუთვნოდა. დიახ, თქვენთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ექსპონატი სოციალისტური მთავრობის, კომუნისტური წესწყობილების ჩამოყალიბების დროს სამწუხაროდ მუზეუმიდან გატაცებულ იქნა. მაგრამ აკაკი ჭანტურიას მეშვეობით ისი დაუღალავი შრომის შედეგად დღესაც შეგვიძლია ჩვენ ამ ექსპონატების ამოცნობა. რატომ? იმიტომ, რომ აკაკი ჭანტურიას ყოველი ნივთი აღწერილი ქონდა ძალიან დეტალურად. აკაკი ჭანტურიას მიერ ექსპონატის აღწერა არის სამაგალითო დოკუმენტი. ნებისმიერი, ვინც გაეცნობა ექსპონატის აღწერას, რომელიც შედგენილია აკაკის მიერ, დარწმუნებული ვარ, ამ ექსპონატის ამოცნობა არ გაუჭირდება, ვინაიდან ის ყველა დეტალს დაწვრილებით აღწერს, დაწყებული ტექნიკით, დამთავრებული ელემენტებით, რომელიც გამოსახულია თუ დატანილი ამა თუ იმ ნივთზე. სწორედ ეს სია დღესაც გვეხმარება და ეხმარება მუზეუმის საბჭოს, მუზეუმის ერთგულ მეგობრებს, რომ მოიძიონ ის უნიკალური ნივთები, რომელიც მიმოფანტულია მსოფლიოში თუ საქართველოში. და მრავალი მათგანი დღეს მოძიებულია. მრავალი ხელოვნების ნიმუში დაბრუნებულია საქართველოში სწორედ აკაკი ჭანტურიას აღწერების მეშვეობით და მათი წყალობით. მაგრამ მოდით უფრო დეტალურად გავეცნოთ აკაკი ჭანტურიას ცხოვრებას. დღეს მე არ ვისაუბრებ აკაკი ჭანტურიას შესახებ ისეთ დეტალებს, რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია ჩვენი წინა გადაცემებიდან. ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ თუ რაოდენ რთული გზა გამოიარა აკაკი ჭანტურია. ვისაუბრეთ მისი განათლების შესახებ, რომელიც მან ინგლისში, კერძოდ ლონდონში, სამეფო კოლეჯში და ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინას ბარეტის კოლეჯში მიიღო. ასევე ვისაუბრეთ მისი მოღვაწეობის შესახებ სხვადასხვა ექსპედიციებში. ვისაუბრეთ მისი მუშაობის შესახებ საქართველოში, როდესაც მან მოაწყო მრავალი ექსპედიცია თუ არქეოლოგიური გათხრა. ასევე ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომელიც მას გადახდა მუზეუმის დაარსების შემდეგ. დიახ, მუზეუმის დაარსების შემდეგ მას
ფაქტიურად ნული თანხა გამოუყვეს იმისათვის, რომ მოეწესრიგებინა მუზეუმი. შეეგროვებინა დადიანების ოჯახის მიერ დატოვებული ნივთები, აღეწერა და შეეგროვებინა ერთ ადგილას. მას მოუწია სხვადასხვა სასახლეებში მიმოფანტული განძის ერთ სასახლეში გადმოტანა. ამ ყველაფერს აკეთებდა ან საკუთარი სახსრებით, ან უახლოესი მეგობრების დახმარებით. დიახ, ამას ადასტურებს მრავალი მისი მიმოწერა. სადაც ის აფიქსირებს იმ უსამართლობას, რომელსაც აკაკი ჭანტურია ყოველდღიურად აწყდებოდა. აკაკი ჭანტურიამ დააარსა მუზეუმი, რომელმაც საუკუნეს გაუძლო. მუზეუმი, რომლითაც დღეს ჩვენ ყველანი ვამაყობთ. მუზეუმი, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველია. აკაკი ჭანტურიას დასცინოდნენ თავის დროზე თუ რატომ ინახავდა ამ ექსპონატებს, რაში სჭირდებოდა ეს. დღეს საქართველოს საგანძურის ნაწილია და მან შეძლო 100 წლის წინ განეჭვრიტა და ამოეცნო ეს უნიკალური ხელოვნების ნიმუშები. ვინაიდან ის პირველ რიგში ხელოვნებათმცოდნე გახლდათ. დიახ, ის პირველ რიგში გახლდათ ხელოვნებათმცოდნე, რომელმაც განსჭვრიტა თუ რა მხატვრული და ეროვნული ღირებულება ექნებოდა ამ საგანძურს მომავალში. რად ღირს თუნდაც დადიანების კანცელარია. კანცელარია, რომელშიც დაცულია 22,000-ზე მეტი დოკუმენტი. კანცელარია, რომელიც ფაქტიურად მე-19 საუკუნის სამეგრელოს ცხოვრებას დეტალურად აღწერს, სახელების და გვარების, ცხოვრებთა გასაჭირის თუ პრობლემების, ცხოვრებთა ყოფითი მიმდინარე საქმეების დაწვრილებითი აღწერით. ეს კანცელარია დღეს გახლავთ მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განძი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. კანცელარიაში დაცული დოკუმენტებიდან ჩვენ ვიგებთ თუ როდის აშენდა დადიანების სასახლეთა კომპლექსი, ბოტანიკური ბაღი. ასევე ამავე კანცელარიიდან ჩვენ ვიგებთ ვინ გვესტუმრა სასახლეებში, ვინ ეწვია და როდის სასახლეებს, რა სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებულა, ან თუნდაც მეჯლისის შესახებ. დიახ, მეჯლისების შესახებაც ინფორმაცია სწორედ რომ დადიანების ვრცელ კანცელარიაშია დაცული, რომელსაც აკაკი ჭანტურია ასე რუდუნებით ინახავდა და რომელმაც მოაღწია დღემდე მხოლოდ და მხოლოდ აკაკი ჭანტურიას წყალობით. ვინაიდან მან შეძლო ამ კანცელარიის სენაკიდან ზუგდიდში დადიანების სასახლეში, კერძოდ დედოფლისეულ სასახლეში გადმოტანა, დახარისხება, აღწერა და ფაქტიურად სამუზეუმო ექსპონატად ქცევა. ეს უზარმაზარი საქმე იყო, რომლის გამო მას ფაქტიურად დასცინოდნენ და ფიქრობდნენ და ბრალზდებდნენ, რომ ის ამ საქმეს უძღვება იმ მოტივით, რომ მას სურს სამეფო ოჯახის დაბრუნება და ძველი წესწყობილების აღდგენა. არ სჯეროდათ მისი გულწრფელობის, არ სჯეროდათ იმისი, რომ აკაკი ჭანტურიას მხოლოდ და მხოლოდ მუზეუმის კეთილდღეობას სურს და სამუზეუმო საქმისადმი არის შეყვარებული. აკაკი ჭანტურია მიუხედავად უამრავი პრობლემისა მოახერხა, რომ სამეგრელოს მუზეუმი განთქმული გაეხადა. უკვე 1929 წლისთვის დღეში მას 1000 წელიწადში კი 100,000 კაცი ათვალიერებდა. გარდა უნიკალური ნივთებისა, პოპულარობის მიზეზი საუცხოოდ მოწყობილი ექსპოზიცია იყო. საერთოდ ჭანტურია ამ მხრივ ვირტუოზი გახლდათ. და ამას დარგის საუკეთესო სპეციალისტებიც აღიარებდნენ. აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი და შალვა ამირანაშვილი წერდნენ, უნდა ითქვას, რომ ზუგდიდის სამეგრელოს მუზეუმს ხელმძღვანელობს უდაოდ სათანადო და იშვიათი ნიჭის ადამიანი, ამხანაგი აკაკი ჭანტურიას სახით, რომელმაც უმოკლეს დროსა და მუზეუმის მდიდარი კოლექციისათვის შეუსაბამოდ მცირე ფართობზე ექსპოზიციის მოწყობა მოახერხა. ისე რომ ზუგდიდის საგამოფენო დარბაზები თამამად გაუტოლდება ევროპის ნებისმიერ პროვინციულ მუზეუმს. აქაური ექსპოზიცია საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმის საგამოფენო დარბაზებს ჯობია. ზუგდიდში ჩასვლისას ყოველთვის ვათვალიერებდი იქაურ მუზეუმებს და უნდა ითქვას, რომ იგი შესანიშნავი იყო, წერს აკადემიკოსი ეგნატე ფიფია. ამ მხრივ კიდევ ერთი საინტერესო მოგონებაა შემორჩენილი. 1928 წელს აკაკის დაეთვალიერებინა თბილისის ზოოლოგიური განყოფილება, როდესაც მას თხოვეს აზრის გამოთქვა. მან უპასუხა, მე რომ ყოფილიყავი, ასე არ გავაკეთებდიო. რამდენიმე ხნის შემდეგ ერთი გერმანელი მეცნიერი ჩამოსულა თბილისში. მანაც ნახა მუზეუმში ზოოლოგიური გამოფენა. რომ შეეკითხნენ, უპასუხა, მე მომიხდა ექსპონატების ძებნა. მისი აზრი დაემთხვა აკაკის აზრს ამ გამოფენის შესახებ. როდესაც აკაკი იხსენებდა ამ გამოფენას, ამბობდა, რომ აქ საქართველოში მუზეუმის მოწყობის პრაქტიკა და სახსრები არ აქვთ. მნახველისთვის ექსპონატების საძებარი არ უნდა იყოსო. ისინი მნახველისთვის თვალსაჩინოდ უნდა გახდეს წარმოდგენილი. მუზეუმის უნიკალური ექსპოზიცია თითქმის აუტანელ პირობებში ეწყობოდა. ხელისუფლების მხრიდან ხელშეშრალსა და ზეწოლას ეკონომიკური სიდუხჭირე ემატებოდა. 1928 წელს აკაკი ჭანტურია ყოფილ თანამშრომელს მიხეილ მამფორიას წერდა. მუზეუმის შესახებ რა მოგახსენოთ, თუმცა მუზეუმი არსებობს და მეც.
მაგრამ არც ერთის არსებობა არ არის სახარბიელო. ახლა უმაღლეს წერტილამდეა მისული მუზეუმის და ჩემი ეკონომიურად გაძვალტყავება. უსახსრობას არ აქვს საზღვარი. როგორც მე, ისე მთელ შემადგენლობას ნახევარი ხელფასი გვეძლევა. ასეთია ქართველური გაგება სამეცნიერო დაწესებულებების ყურადღებისა და შენახვისა. ჩემთან სამსახური, თუმცა ჩემთვის დიდებული, მაგრამ თქვენთვის კი იქნებოდა ტაფაში ჩავარდნა. და გავიწყდებათ, რაც უფრო მეტი ნასწავლია კაცი, მას უფრო ნაკლები ჯამაგირი ეძლევა ახლანდელ დროში და ბევრს ნუელით. ისევ და ისევ მრავალი პრობლემის მიუხედავად, ზუგდიდის მუზეუმი აკაკი ჭანტურიას წყალობით მაინც ძალას იკრებდა. მის საგანძურს თანდათან მეცნიერთა ფართო სპექტრმა მიაპყრო ყურადღება. 1926 წლის 22 ივლისს მოსკოველი მეცნიერი მოშინი მუზეუმში დაცული მარიამ ღვთისმშობლის კვართით დაინტერესდა. იგი საგანგებოდ გაგზავნილ წერილში წერდა: ძალიან გთხოვთ, გამოიჩინოთ დიდსულოვნება, ჩახატოთ რიზის უფლის კვართის, ანუ საერთო ხედი, თუნდაც მცირე ზომით, მაგრამ არაერთი, არამედ ორივე ხელის ჩვენებით. აკვარელით გამოყოთ მისი ელფერი. შემატყობინეთ რიზის ზომები, ყოველივე მხრიდან მისი სახელოების ჩათვლით. თუ არის იმის დაშვების შესაძლებლობა, რომ ქსოვილი ეგვიპტური წარმოშობისაა და იმის მსგავსი ხომ არ არის, რაშიც მუმიებს ახვევდნენ. ქრისტემდე დაახლოებით რომელ საუკუნეს შეიძლება მივაკუთვნოთ მისი ქსოვილი და ორნამენტი? როგორ, რა გზით მოხდა იგი კონსტანტინოპოლში? როდის, ვინ და საიდან გამოიტანა? საიდან და როგორ მოხდა იგი თქვენთან მუზეუმში? თავისებური სენსაციად იქცა სამეგრელოს მუზეუმში ცნობილი რუსი მხატვარ აკადემიკოსის ვლადიმირ მაშკოვის მიერ შესრულებული ალექსანდრ გრიბოედოვის მანამდე უცნობი პორტრეტის აღმოჩენა. მაშინ ამის შესახებ წერდა საკავშირო და ადგილობრივი პრესაც, რადგან ეს მწერლის გარეგნობის ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური პორტრეტი იყო. მუზეუმში უნახავთ მაშკოვისვე კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარი: სპარსეთიდან სომხების გადასახლება რუსეთში 1828 წელს. სამწუხაროდ ეს ნახატი მოგვიანებით სიძველეთა საცავიდან გაურკვეველ ვითარებაში გაქრა. დიახ, ეს უნიკალური ექსპონატები, რომელიც დღეს მუზეუმის მფლობელობაშია, არ იქნებოდა და არ გვექნებოდა მუზეუმში, რომ არა აკაკი ჭანტურიას დაუღალავი შრომა. რა თქმა უნდა, საეკლესიო საგანძურს აქ უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. აკაკი ჭანტურიას მრავალი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული საქართველოსათვის და რა თქმა უნდა, იგი გახლავთ ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში სამუზეუმო საქმისა. მაგრამ ამას გარდა აკაკი ჭანტურიას განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართული ისტორიული ძეგლების გადარჩენის საქმე. ამამაც შეიძლება ითქვას, რომ არა მისი თავგამოდებული ბრძოლა ეროვნული არქიტექტურის ბევრი მარგალიტი სამუდამოდ განადგურდებოდა. ანტირელიგიურ მოძრაობას, უღმერთოთა კავშირსა თუ სხვა მსგავს ორგანიზაციას სწორედ აკაკი ჭანტურიას მეუხებით გადაურჩა ხობის, წალენჯიხის, სუჯუნისა და კორცხელის მშვენიერი ტაძრები. 1922 წლიდან აკაკი ჭანტურია სიძველეთა დაცვის საქმეში საქართველოს მუზეუმის რწმუნებული იყო სამეგრელოში. ამ მიზნით სპეციალურად გაცემულ მანდატში ეწერა: ამის წარმომდგენი ამხანაგი აკაკი ჭანტურია არის სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის რწმუნებული ზუგდიდის რაიონში. თავის მოქმედებაში აღნიშნული ამხანაგი ხელმძღვანელობს სიძველეთა ხელოვნების და ბუნების ძეგლთა დაცვის შესახებ არსებული კანონით და განათლების სახალხო კომისარიატის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით. აკაკი ჭანტურიას, როგორც რწმუნებულის კომპეტენციაში შედიოდა რეგიონის ისტორიულ სიძველეებთან ერთად ბუნებრივი და ხელოვნური გამოქვაბულების, ეკლესიებთან არსებული ბუნებრივი თვალსაზრისით საინტერესო ჭალების, ტყის ნაკვეთების, ძვირფასი ხის ჯიშების, დიდ ეზოებსა და კარ მიდამოებში არსებული ხელოვნური ხეივნების დაცვა. ამ უზარმაზარ და შრომატევად სამუშაოს აკაკი ჭანტურია დიდი პასუხისმგებლობით ასრულებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას ამ საქმის კეთება უსასყიდლოდ საზოგადოებრივ საწყისებზე უწევდა. მეცნიერმა დანიშვნისთანავე სამეგრელოს რეგიონში 34 თემში მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები გამოარჩია და მათ სათანადო მეთვალყურეობა მიუჩინა. სახელმწიფო აღრიცხვაზე აიყვანეს წალენჯიხის, კორცხელის, ბაშის, ციხენანგრევები, ჭკადუაშის, ხობის, ყულიშკარის, ცაიშის, ტაძარი, სამრეკლო, ცაიშელის ხის სასახლე, ჯეგეთას ბაზილიკა, რიყეს, საჯიჯაოს, ხიბულას, ნარაზენის, ახალხიბულას, ტყაია ბეჟას, მუხურის, ჯგალის, შუახორგის, ანაკლიის, კოკის, ჭოღას, ლეწურწუმეს, შხეფის, მარტვილის, ნაესაკავოს, სეფიეთის, მაიდნის, ნოქალაქევის, ეკის, აბედათის, კურზუს, დადიანების სასახლე, სუჯუნისა და ნაატოჩაოს ისტორიული ძეგლები. აკაკი ჭანტურიას ასევე შეუდგენია სამეგრელოს იმ არქიტექტურული ძეგლების ნუსხა, რომელთაც ქართულ კულტურისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ. მათ ეგრეთ წოდებულ პირველ ხარისხოვან ძეგლებს უწოდებდნენ და ეს სტატუსი ძეგლს
ბოლშევიკების რისხვისაგან იცავდა. სია შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ხობის ეკლესია, ცანის ეკლესია, ორცხელის ეკლესია, წალენჯიხისა, ყულიშკარისა, ზუგდიდის სასახლის ეკლესია, ზუგდიდის მაცხოვრის ეკლესია, ლეშამუგეს ეკლესია, ჯვარზენის ეკლესია, ოცინდალეს ეკლესია, ჭკადუაშის, რუხის, ციხის ნანგრევები, ხეთის ეკლესია, ურთის მთაზე ჯეგეთა, ხეთის ციხისა და ეკლესიის ნანგრევები, ობუჯის ციხისა და ეკლესიის ნანგრევები, ჯგალის ეკლესია, ჭაქვინჯი, ჯვარის ციხის ნანგრევები, ცაიშის ეკლესია, დედოფლის სასახლე, ნიკოს სასახლე. ზუგდიდის დადიანების სასახლეებთან ერთად სახელმწიფო აღრიცხვაზე აყვანილ იქნა ეგრეთ წოდებული დადიანების ტახტი. სიძველეთა ხელოვნებისა და ბუნების ძეგლთა დაცვის განყოფილების გამგე სარგის კაკაბაძე აკაკი ჭანტურიას წერდა: თხოვთ გვაცნობოთ, არის თუ არა ზუგდიდის პარკში ეხლაც დაცული ნაშთი ქვის ფიქალისა, ეგრედვე წოდებულ ტახტისა, რომელიც მთავრობის დროს ერთ-ერთი ძველი ხის ძირში იყო მდებარე. უკვე თუ ასეთი ფიქალი დაცულია, გთხოვთ აიღოთ აღრიცხვაზე მის ხელუხლებლად დასაცავად, როგორც ისტორიული მნიშვნელობის საგანი. მართალია აკაკი ჭანტურიას ინიციატივით რამდენიმე ტაძარს პირველხარისხოვანი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო არქიტექტურული ნიმუშების გადასარჩენად. დაცარიელებული და გამოკეტილი ტაძრები უყურადღებობის გამო ნადგურდებოდა. მთელ ეპოპეად იქცა ხობისა და წალენჯიხის ეკლესიების შეკეთება. 30-იან წლებში ქარიშხალმა წალენჯიხის ტაძარს სახურავი მოხადა. ისტორიულ ძეგლს, რომელიც მე-14 საუკუნის ხელოვნების ნიმუშია, ხელოვნების ისტორიაში აქვს მსოფლიო ხასიათის მნიშვნელობა. სახურავი დაზიანებული აქვს ჩვენთვის მოწოდებული ცნობით. თხოვლობს საფუძვლიან შეკეთებას, წერდა სარგის კაკაბაძე აკაკი ჭანტურიას და იქვე დასძენდა. განყოფილება გთხოვთ სათანადო განკარგულებას, რათა თქვენ დამირწმუნებული ტექნიკი მივლინებული იქნეს წალენჯიხაში გამოსაკვლევად იმისა, თუ რა ხასიათის რემონტი არის საჭირო ძეგლის სახურავის შესაკეთებლად. მოგვიანებით აკაკი ჭანტურიას თხოვნით წალენჯიხის ფრესკების მდგომარეობის შესასწავლად თბილისიდან რეგიონში გაიგზავნა ლენინგრადის ხელოვნებათა ისტორიის სახელმწიფო ინსტიტუტის თანამშრომელი შევიაკოვი, რომელმაც შემდეგი შინაარსის დასკვნა წარმოადგინა. ჩემს მიერ წალენჯიხაში შემჩნეულია ტაძრის მოხატულობის მძიმე მდგომარეობა. ეკლესია საჭიროებს არა მხოლოდ გარედან სახურავის შეკეთებას, არამედ თვით ფრესკების გამაგრებას. კედლების პირველ შიდა წყობაში დიდი რაოდენობით ბულიგის, რიყის ქვების, ლოდების გამოყენების გამო ფერწერის გრუნტი მყარად არაა დაკავშირებული კედელთან და დიდ ნაწილებად ცვივა. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფანჯრების შემინვა და სპეციალური ჩარჩოების მოწყობა მცირე ცხაურებით. დასკვნის მიუხედავად, სახელმწიფოს არათუ ფრესკების გამაგრების, არამედ ეკლესიის გადახურვის საშუალებაც არ ჰქონდა. აკაკი ჭანტურიამ მთელ მაზრაში ვერ იშოვა ტაძრისთვის საჭირო ახალი თუნუქის ფურცლები და შექმნილი მდგომარეობა თბილისში გიორგი ჩუბინაშვილს აცნობა. აკადემიკოსმა მუზეუმის დირექტორს შემდეგი გამოსავალის პოვნა შესთავაზა. იგი წერდა: თხოვთ დაჩქარებით გვაცნობოთ, ხომ არ არის წალენჯიხის ახლოს კარგი ჟესტით გადახურული რომელიმე არაისტორიული ეკლესია ახალი დროის, რომ შეიძლებოდეს ამ ჟესტის გამოყენება წალენჯიხის პირველ ხარისხოვანი ისტორიული ძეგლისა და მისი მხატვრობის გადასარჩენა. ასეთი ტაძარი ვერ მოიძიეს. ამიტომ გიორგი ჩუბინაშვილმა 1932 წლის 21 ივლისს ზუგდიდში შემდეგი შინაარსის მითითება გაგზავნა. წალენჯიხის პირველ ხარისხოვანი ისტორიული ძეგლის სარემონტო სამუშაოების შესახებ გამოირკვა შემდეგი: ამჟამად თუნუქის შოვნა განსახკომს არ შეუძლია. ამიტომ წალენჯიხის ისტორიული ძეგლის შეკეთება მოხდეს შემდეგნაირად. ეკლესიის გალერეის ჩრდილოეთი და დასავლეთის ნაწილების სახურავის თუნუქი შეიძლება მოიხსნას ამ თუნუქის გამოსაყენებლად ეკლესიის სხვა ნაწილების სახურავის შესაკეთებლად. რადგანაც გალერეის ამ ნაწილებში მხატვრობა არ არის, ეკლესიის სხვა ნაწილში სახურავი სადაც საჭიროა უნდა მოიხსნას თუნუქის გამოსაცვლელად. ეკლესიის მთავარი ნაწილი და გუმბათი დაზიანებული ნაწილებში ხელმეორედ გადაიხუროს და შეკეთდეს თუნუქით. ასევე გალერეის სამხრეთი ნაწილი, სადაც მხატვრობა, ხოლო რაც შეეხება გალერეის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებს, სადაც მოიხსნება ნაწილობრივ ამ მთლიანად საჭიროებისამებრ თუნუქი, ესენი შეიძლება გადაიხუროს ყავრით. ძეგლის გადახურვა მიღებული ინსტრუქციით დაიწყო, თუმცა ლურსნის უქონლობის გამო რამდენიმე კვირით შეჩერდა. აკაკი ჭანტურია საგანგებოდ თბილისში, კერძოდ ბაზარზე ლურსმნის საყიდლად გაეშურა და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდა მუშაობა. წალენჯიხის უნიკალური ფრესკები დაღუპვას გადაურჩა.
აკაკი ჭანტურიამ 1959 წლის 11 მაისს გარდაიცვალა ქალაქ ზუგდიდთან ახლოს მდებარე სოფელ ოდიშში. თავისი ხელით ნაგებ ოდაში მადლიერმა სოფელმა მოამაგე შვილს საუკუნე განსასვენებელი ზუგდიდის ქაფათის სასაფლაოზე მიუჩინა. ქვეყნის ინტელიგენციასა და მთავრობას მოამაგე, რა თქმა უნდა, არ გახსენებია. ერთადერთი გამონაკლისი გიორგი ჩუბინაშვილი იყო, რომელმაც გაზეთ ლიტერატურა და ხელოვნების 1959 წლის 19 ივნისის ნომერში მოსაგონარი გამოაქვეყნა. საქართველოსთვის თავდადებული კიდევ ერთი მოღვაწის სიცოცხლე უხმაუროდ და ქვეყნისთვის შეუმჩნევლად დასრულდა. დადიანების სასახლეების უზარმაზარ დარბაზებში კი აკაკი ჭანტურიას მიერ გადარჩენილი ეროვნული საგანძურის ბრწყინვალებას სამუდამო სიცოცხლე ეწერა. დიახ, სამუდამო სიცოცხლე უწერია დადიანების სასახლეთა საგანძურს. ვინაიდან მას აკაკი ჭანტურიას შემდეგ არაერთი მისი მაგალითით, მისი შემართებით გამხნევებული ძველი ყოლია და ყავს და ეყოლება კიდევაც. სწორედ რომ აკაკი ჭანტურიას მაგალითზე გაზრდილი და გამხნევებული ადამიანები დღესაც მოღვაწეობენ, რათა მუზეუმის ყველა ექსპონატი დაცული იყო. ასეთი გახლავთ აკაკი ჭანტურიას მოღვაწეობა. პირველ რიგში მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ გიორგი კალანდიას აკაკი ჭანტურიას შესახებ გამოცემული წიგნების, გაძარცული საგანძური და 3 ქართული ამბავის გამო. სწორედ ამ წიგნებში შეგიძლიათ გაეცნოთ აკაკი ჭანტურიას სრულ ბიოგრაფიას და მისი მოღვაწეობის შესახებ დაწვრილებითი ისტორია გაიგოთ. ჩვენ კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ გვისმენდით. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.